დი უნდა ვიმღეროთ მუსიკის მასწავლებელმა დაგვავალა რომ ადათეგებზე ივარჯიშეთო. ვიმღეროთ მე ომარიკო ისე მიყვარს მე სიმღერა. ხო, ცალთვალაზებრას სიმღერა ხო გახსოვს? აი ეს არის ტექსტი. მახსოვს ხომ ჩვენ ერთი როგორ იწყებთ, ხო? ზეთყვამ გაუხეთ ქაზებრას წარბი. და რაღაცა ვერ მღერი მე მგონი დღეს. დღეს და სხვა დღეებში? ძალიან კარგად მღერი ხოლმე სახსროვალაგებ. აი ნეცი რომელი სიმღერა მიყვარს, ინგლისური. Let me be your woman, ხო ეგ. გთხოვ რომ იქ მეორით აღარ იმღერო. აუ და ის სიმღერა ვიმეცადნიოთ, რა დროს ეგ არის? აი დავიწყეთ ომარიკო. ზეთყვამ გაუხეთ ქაზებრას წარბი, გაიმეორეთ და რა მჭირს კაცო. ზეთყვამ გაუხეთ ქაზებრას წარბი. აი თავიდან გაიმეორე მიდი. ზეთყვამ გაუხეთ ქაზებრას წარბი. აუ ყურებიდან სისხლი მომდის. და ასე თუ იმღერო ომარიკო მაღალ ნოტს აწევ შენ? ეგ მარტივია. გადაეშვა ზებრა ტალახში. ვაიმე ცოტა ხანი მოეშვი რა ამ ზელატოსის ჭამას კაცო. საერთოდ აღარ მინდა სიმღერაში ვარჯიში. აი ხო ბოლო ჯერ გავიმეოროთ. გადაეშვა ზებრა ტალახში. თედა რა ნოტი ავწიე, ჰა? მამუკა რა მოგიყვანა აქ გეკითხები? რა იყო ბავშვების სანახავად მოვედი რა? დაგაგვიანდა ცოტა, 9 წელი. სად იყავი აქამდე გეკითხები? თუ საცივის ჭამა მოგინდა და მაგიტომ მოხვედი ეხლა. რასად ვიყავი მეცხო უნდა გამიგოა რა? აიმე, გაგიგო კი არა. ამ პისტოლეტს ხო ხედავ. აქ აღარ დაგინახო მოსული, თორე ტყვია იქ მოგხვდება, რის დამსახურებაც ახლა 2 შვილი მყავს მე სახლში. დროზე. ინ გამომიდა შვილო მეკვლე, ვინ იყო? მე რა ვიცი ვიღაც დეგენერატი იყო. მოვა კაცო მეკვლეც დაველოდოთ. აუ დი რა მაგარი ხლაპუშკა იყო იცი? მაგრამ ანასტასიამ ბესეთკას დაუმიზნე და იქ ესროლა. თეკლე გურგენიძე იდგა ქვემოთ და ამ შანს ხელიდან ვერ გავუშვებდი. ინგა გამოიტანე მიდის გადამალული გოზი ნაყირო გაქ. ჩემ გაკეთებული ცრუ არ მაჭამე. აბა მიირთვით. ომარიკო შოკოლადის 3 ცალზე მეტი არ შეჭამო. თორე შარშანდელივით 2 დღიანი გულისრება გამოწერილი გაქვს იცოდე. გვიანია უკვე მეშვიდეს ჭამს. თეკლემ ჩამიგდო ვოისი. დავინახე ქალბატონო რა შემესროლე აიუნიდან, შურის ძიებას ელოდე. აბა მოდით ახლა სუფრასთან და მოვა მეკვლეც. აი მეკვლეა. აბა მოვიდა. ვაიმე ნუნუ, ისო ნუნუ მოვიდა ხალხო. მოდი გენაცვალე, გაიხარე მეც გილოცა მრავალს დაესწარი. აი დედა ჩემიც არის ჩამოსული. მოდი. აი მე რას დავეძებ, ისო მარცხენა ფეხი არის დასიებული. რა მეჭორი მინდა თორე მოვიწყინე. აუ, შენ ვავაკრეთ რამე. რა უნდა აგურო მიგეტყვი ჯორს თუ გინდა. თორნიკეს ხავს ახალი შეყვარებული მე მგონი. ეგ მეც გაგდიგუში ნუცადაკეთი ჭორავდნენ და ყური მოვკარი. ნუცადაკეთი სადნახი გაფიცებს საუკუნე არც ერთი არ დამინახავს. მაღაზიაში იყვნენ ეგენის ქეთი სიგარეტს ყიდულობდა. ხო გეუბნებოდი ულოშიბე გაყვითლებული ეწევა მეთქი რო არ მიჯერებდი. აუ ადრე ეგ ნუცა ძალიან კაი ბავშვი იყო ხოლმე, მაგრამ მე მაქეთი მაიყოლია და გააფუჭა. სუსხებს უყურებინ და ჭორავობენ. ვიმე ხო ვერც მე ვერ ვიტან ჭორავობა ეს. თიკუა გასული უნდა გარკვეს ვინ არის თორნიკეს ახალი შეგვარი ბუბუ და მოვაწოდა ხანში. ანასტასია. აუ ვინ გაიჭიდა პროსტა. ანასტასია დედა შენზე გაბრაზებული. კაკაოზე რო ჩამოგაგზავნა და არა მოიტანე ცარიელირზე დამალევინა. ანუ ვინ გაბრაზებული თუ შენ? ომარიკო დააბრუნე ეგ ჩიფსი დროზე. ომარიკო. უძან სწრაფად სიკვდილი დამუღა მამბოლ დროს და ვეღარ ვეწევი. აუ თიკო მალე მოვა უნდა წავიდე მე ცოტა ხანში. აი სადმე წახვიდე ნიუსი არ გაინტერესებს? თიკო აქეთ ვარ მოდი. მისალი კობზირიძე მგონია. მოვედი, მაგრამ ნეტა არ მოსულიყავი. გავიგე ვინცა. აუ თქვი ვინა გაფიცებ. ვინ და შენ ქალბატონო? ეხლა თუ ჩამოვიჭო. ომარიკო გაიყინები ტრუნსიქში ჩაისვის სხვა შარვალი. სანამ ამას დავაკერებ. საქმე გამომიჩინეთ რა. რა მექნა? ბავშვებმა მითხეს რომ ჩაჯექში პაკეთჩოე და გაიხა.
კიდე კაირო ტრუნსიკი მაინც დაგრჩა მთელი და ბოლომდე არ შეიცხვი. მე გაჩერდი გოგო კიდე კაი. ესე იგი ისეთ აზარში შევედი რომ რაც კი დასაკერებელი ქონდა სახში დავაკერე ყველაფერი რა. რა გააკეთე? შემიდახეული ჯინსები თუ დააკერე? ეგეთი იყო ეგ. რა ვიცი გენაცვალე რანაირად გეცვა ეგ დასყვას ნიაკებული შარვალი. აი ამას აღარ ჩავიცომი. არ გადააგდო არ გამაგიჟო ეხლა რა. დადეკაცო იქით პოლისტილოდ გამოვიყენებ მერე. აუ დეიცი შარვალი რო გამეხა მაგ დროს გამოიარა მზიადეი და პირველ სართულზე რო ცხოვრობს და დამცინოდა. საცინრად რო აქ მზიას საქმე რა. ქმარი სამსახურიდან ხო გამოუგდეს. შვილი გაუბედურებული ოროსანი. დედამთილი დიალეზი ყავს და ეს ყველანი ერთად ცხოვრობენ ერთოთახიან ბინაში. იცინოს ბატონო. სხვა რა გადარჩენია. იმინე ჭორბიურო ხარ რა. აჰა, დავაკერე მე მგონი მიდი აბა ამოიცვი. ჩაალაგე ეხლა ეს ყველაფერი უკანინგა. აჰა, შვენივრად გაქ რა გინდა. ნუცანცარებ ეხლა კაცო გაჩერდი რა. ანასტასია მიდი ხა და ესენი ჩავალაგო. მიდი და წაიღე რა ოთახში შეიტანე. რა იყო რა გატირებს ომარიკო? გამარჯობა პოლიციაში ვდეკავ ხო? იცით ჩვენ ბავშვი გვყავს ოჯახში რომელსაც სოფელში წასვლა არ უნდა. იქნება დაიჭიროთ. კარგი ანასტასია არ დარეკო ეხლა რა პოლიციაში. კარგი ბავშვია კაცო ეს და წავა ერთი კვირა სოფელში რა პრობლემაა. ხო მარიკო? კაი ხო. მაგრამ სოფელში მზიაბებოს ნახევში დავყავარ ხოლმე და არ მომწონს. და სოფელიც არ მიყვარს კიდე საერთოდ. ჩვენი სოფლების რო ევროპულებით იყო შეგიყვარდებოდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლები ძალიან ლამაზებია და ხალხი შეძლებულად ცხოვრობს. ხო და გამარჯობა მერე. ჩვენ სოფლებში კიდევ არც გზებია, არც კანალიზაცია და ინტერნეტ მაგარ შეაღწია კიდე ზოგგან. აუ ჩვენ კი გვაქვს ინტერნეტი, მაგრამ მზიაბებო ტელეფონს მიმალავს ხოლმე. ერთხელ ბოსელში ქონდა დამალული ძროხის საჭმელი ჯამის ქვეშ. ვეტყვი ომარიკო და აღარ დაგიმალავს საწი. რა იქნებოდა ჩვენი სოფლებიც რო აყავდებოდეს. შევიდოდეთ ევროკავშირში ჩვენც. ხო და ბევრი ადამიანის დაბრუნდება ეგრე სოფელში. დაცარიელებული როა ეხა და მიტოვებული სახლები რო აქვთ. ნახე რა წერია. ევროკავშირის ქვეყნებში ახალგაზრდა ფერმერები ძალიან ბევრი შეღავათით სარგებლობენ. დაბალი გადასახადები და მაღალი დაფინანსება. ევროკავშირი თავისი ბიუჯეტის მესამედს ახმარს სოფლის მეურნეობას. ეგ რო ვიცი, იმიტომ მინდა ანასტასია ევროკავშირში შესვლა, რომ ღირსეულად იცხოვრონ ადამიანებმა სოფელში და არა ისე დღეს რო ცხოვრობენ. ხო, მზიაბებო რაღაცა თუ სიტყვებს იძახის ხოლმე. თუ გეშველება ნეტა რამეო, მაგრამ არ მახსოვს ის სიტყვები. აუ არ მინდა სოფელში. გამარჯობა, ისევ მეგაწუხებთ. იცით ჩვენ ოჯახში მყავს ბავშვი, რომელიც სოფელში წასვლაზე ამბობს უარს. ვერ დაგვეხმარებით? აჰა, ნუ სპეცრას გამოგზავნით. კაი, წავალ ხო. კარგით, აღარ გვინდა. გააუქმეთ ოპერაცია. Hola, რა ვახარ ინგა? Buenos dias. რა კარგ ხასიათზე ვართ ქალბატონო. მარიო ჩიმაროს ყურება დაიწყე თუ რა მისალმება იყო ეს? არა, მე ხო ესპანურს ვსწავლობ უნივერსიტეტში და მალე ავითვისე ძალიან. კიდე იცი რა ვისწავლე? Yo quiero un café. კაფე? კაფელს ნიშნავს? რა კაფელი ყავა მინდა მეთქი და დამისხი. აუ როგორ მეზარება სამსახურში წასვლა რა. მაგრამ ხელფასები იქნებაო 3 დღეში. მე ახალი წინდები მაქვს საყიდი, ნახატები რო კონდეს სხვადასხვა მულტფილმის. ეს ბავშვი რატო ჩდება ყოველთვის მაშინ როცა ფულზე იწყება საუბარი ოჯახში? ხო გაქვს შენ ახალი წინდები? აღარ მაქვს. ცერათიცე გაიხა ყველა. გაიხა? არა და მე დავინახე როგორ ჭრდი მაგრად სპეციალურად ცერათიცზე. რა? ახალი სამლარიანი ნასკები. მოგივლი მე შენ, მოვრჩი ერთ საჭმლის კეთებას. აუ სამსახურში მაგარ საჭმელებს ჭამ ძალიან. რესტორნის მენიუდან არის ხოლმე. გუშინ იყო ბრაზილიურად შემწვარი ქათამი და დღეს იქნება მოხარშული ლობიო ლიბანურად. დედა ისეთი სახელები ჩამოთვალებ, კაიფასიც ექნებათ მაგათ. მირჩენია რომ სახლში ვჭამო. რაც ეკერძები გავსინჯე, მივხვდი რომ სახლის საჭმელები არაფერია მაგათთან შედარებით. აჰა, ხელიც დამიწუნა ქალბატონმა. ბოდიში რომ ვერ წავ ახლა ქათამს ბრაზილიურად. აჰა, მე ირთვიეს და ბუჭმელი არ წახვიდა იცოდე სამსახურში. ეს რა კერძია? რა ქვია? მაკარონი გლდანურად. ჭამე მიდი. რა კერძია? ისტორიის გამოცდაც დავხიე მას, ბერძნული კოლონიზაცია შემხვდა. ხადაობ? აუ, დეიდა ჩემია საბერძნეთში და ვკითხოთ თუ გინდა რაღაცეები.
აი მე ერთი წუთით ეკლა ანასტასია ეგ ძალიან კარგია და სხვა საკითხები რაზე იყო? მეორე მსოფლიო ომი ნახდათ მახსოვს მას, დანარჩენებსაც გავიხსენებ. აუ მეორე მსოფლიო ომი, მან ჩემი დიდი ბაბუა დაღუპული. უბრალოდ დაიკარგა და ვეღარ იპოვეს. შეიძლება რომ ცოცხალიცაა ჯერ არ ვიცით. დედა ანასტასია გამოხვედი უკვე როგორ წერე? კარგად წერი ძალიან. შესაძლოა იყოს სირბილით რომ მოხვედი. აი მე დედა. სკოლის გვერდზე საცხობია და მარიკო მყავს კაცო მან ლობიანს ვაჭმევ ბავშვს და ეხაც მცხობელს დაუტოვე და გამოვიქეცი. ეხლა თიკუაში სული და მაგას ველოდები, მე თეკლაში დის 3 საათზე. წადი თქვენ სახში და საღამოს მოვალ და მოგიყვები. მოკლედ ეხლა ვფიქრობ 3 საათზე რა შეიძლება მოვიდეს თეკლას ვარიანტში. აუ მას თბილისში ვიცი ძალიან მაგარი მკითხავი, ყავაზე ხედავს ყველაფერს, მაგას არ წავიდე. თვითონ საბერძნეთში რო წახვიდე და ორაკულს კითხო. მოიცადეთ ერთი წუთი. თუ საბერძნეთი მოვიდა ანასტასია შენ ვარიანტში, ხო? თეკლა შენთან შეიძლება მოვიდეს ირანი. გადაიმეორე იცოდე ძალიან კარგად. კარგით მას ირანი. ვინ მყავს ირანში? დედა მოდი ჩამოგვიჯექი რა. ნაზიკო და მე ვიხსენებთ ბძველ ამბებს. მოდი რა მზიადეიდა, ვაიმე როგორ მომენატრე, სულ რო იჩხუბებოდი ხოლმე ამას. მაგრამ ის უბედური ახალი წელი მე არ თამავიწყდება. შენ იქმნის ვაჟკაცობა, როგორ მინდოდა რომ აქ ყოფილიყავი გამეკლიჭა. დოდო რა ვახარ, დოდო? ბედნიერი 2014 წელი ჩემო-კარგო. ვაიმე ინგა ჩემო-კარგო, მეც გილოცავ მრავალს ეს წარი, მაგრამ საიდან მოდიხარ გოგო, მე შენ თითქოს სახლში მგონი ხარ და ეხლა დაგინახე რაღაცა 15 წუთის წინ შენ ქმართან და დადიოდი სახლში. დილიდან გასული ვარ კაცო სამსახურში, ეხლა ავდივარ სახლში და რაღაცას უფრას მაინც გავაწყობ რა. გოგო მითხარი ეხლა, შენ მამუკა უმუშევარია კიდე? ჩემი ბიჭი მოეწყო აგერ ფუნიკული ორში და იქნება ვაკითხნო რაღაცა ვაკანსია იყოს. აი მე რა ვიცი გოგო, მაგაზე როგორ შეგაწუხო. გოგო კითხვას რაღა უდგას წინ. მიდი აირბინე სახლში ჩემო-კარგო, მრავალს და ეს წარით. კაი. მამუკა მოვედი, მოდი გამომართვი ეს პარკები რა. მამუკა ურე დაყრუდა რა. ოხჩი. მირა ვიცია საათზე მოვალო სახლში და 4-ია ჯერა. საათ ხარ ბიჭო? რა ხდება აქ? გამარჯობა. მე მეგობარი ვარ. ჯერ კაბა ჩამოიწე და მე მელაპარაკე. მამუკა მიხსენი რა ხდება აქ? ინკასატორია რა, გაყვანილობებს ამოწმებდა რა. რას მელაპარაკები ბიჭო? ინკასატორები ბადეკალკუტკები დადიან კარდაკარ. შეხედე ჯერ როგორ აცვია. აბა ეხლა ადექი დაუდე ჩემი სახლიდან. კაი რა გჭირს, სტუმარს როგორ აგდებ სახლიდან თუ? სტუმარს კი არა, შენს გაგდებ სახლიდან. ახლა მეწაბზანდები და უკან მოსულს აღარ გნახავ არასოდეს. რა სახლიდან მაგდებ თუ ბავშვებს უმამოტოვი? კაცად შენ არ მარგიხარ და ვისრათ უნდა მაგნაირი მამა გამაგებინე. თვეების ომარიკო გჯობია შენ ვაჟკაცობაში. იმას ერთი უთხარი და პაპერში აღარ უქნია იმის მერე. ხელი გაწიე ხო ავიღებს და დაგაჭედე სადაც საჭიროა. მიყევი ინკასატორს. დეგენერატი. უი ანასტასია დე. დავრჩით მარტო. კარგით ხო აღარ გვინდა ეხლა ეს ამბავი რა. ახალ წელს გილოცავთ კაცო, ბედნიერი წელი გქონდეს. And I go to sleep at 11 o'clock. აჰა, ყოჩაღო მარიკო. დედა რა ლამაზიენაა რა. კიდე უფრო ლამაზი იქნებოდა ყველა სიტყვა არასწორად რო არის თქვა. რა? მოდი მე და ამეთადნე ვერ გავიგებ. შენ სწავლობ ინგლისურ ფილოლოგიაზე თუ მე? ჩემ დროს აბა სკოლაში გერმანული ისწავლებოდა ხოლმე. ის კარგად ვიცოდი სხვათა შორის. Ein, zwei, drei, ხო? კაი ომარიკო დაიწყე მიდი. ეს გაკვეთილია? My day. Every morning I wake up at 8 o'clock. My mom makes breakfast for me. Disaster. კატასტროფა, მისაყვანია ბავშვი ინგლისურზე. ხო, მივიყვან რა პრობლემაა. ვერ ხედავ ფულის სხემა ხომე და ვკრიფავ ყოველ დღე. აუ, ჩემი კლასელების ესე კითხულობენ და აქებს ხომე მასწავლებელი იმით. ნუ იტყუები ეხლა, გაგძელე მიდი. I go to school and I enter my class. Good job. აი ხედავ ინგა? ასე იხოცებიან ბავშვები პროფესიონალის ხელში.
My favorite subject is English because I have a perfect teacher. მარტივია. ასე თუ შეგეძლო კითხვა რა დაგემართა აბაწიღან? Are you kidding me? I don't know. აუ, გამოილია. Oh shit. მომეც გავსინჯა კვაცხი. კაი გამოდგება ესა. დი რო გამიტეხონ რა ვქნა, ხო გვაკიდე შეღებილი. რა ვიცი ახლა, კაი 10 კვერცხი მაქვს შეღებილი. ხო გამოვიდა 10. 10 წელი თუ შეღები თავზე საყრელად გქონია. ისე ის მაღაზიის კვერცხები რა თუ არ შეღები? დასაჭირებლად შინაური კვერცხები უკეთესია, კაცო და შეღებებ მზიებების კვერცხები. ომარი გვარდაგარიგე ხო გახსოვს? გარეთ თუ გაუტეხავ ბავშვებს კვერცხებს, სტათდაოთ მოგაქვს სახში ხო? აუ ხაჭაპური მალე გაიჩითება? მთელი დღე კვერცხზე ვარ. რანი წინდიდება თქვი? ვიღაცას გავაბია ჭიჭკართან თოკი მთელს იქცაზე, გადავამთხლეზე და რო გავესტი. გაუხმეს ხელები იმце გააკეთა. რა ხელი გაუხმეს, კაცო, მე გავაბი ეგ თოკი. რა დადიან მეზობლები აქეთ იქით, ზოგი წაიქცა, ზოგი ეს, ზოგი ის, ყველა თუ ჭირავს ახლა ერთი კვერცხი ხელში აღდგომაა, ბეთ-7 წელი კი წამოვკრიფეთ და. იქ რო ვინმე გაიგოს ამ სოფელში აღარ ჩამოგესვლელება. რა მახეებს აკებ ამ ხელაქალი? ზოგჯერ თვითონ ცხოვრება აგებს მახეებს. ო, კარგით კაცო, რა დიდი ამბავი, თალალი გადაყოლილი დედა ჩემი მთელ სოფელზე. არავის და რა ვარ ზედა გადაყოლილი. ნუ იგონებ რაღაცებს ჩემი გამჭირებია. აუ, დი. ამას რა მოუვიდა? რადგან ჩვენ ჭიშკართან იყო თოკი გაგმული და არ ვიცოდი წავიქეცი. ვიღაცა დებილმა გააკეთა. დი, ანასტასიამ ლამის გამგუდა. პირი გააღეო, ბატიბუწი მესროლა და ყელში მქონდა გაჭედილი. ხო. ძალიან ყურადღებიანი დედაა ინგა, საერთოდ არ აიგნორებს ბავშვს. ახლა ფეხზე არ წამოვდგე თორე, შენამდვილად არ დარჩები დაიგნორებული ქალბატონო. აუ, დი როდის მივად ნოვატორში რობოტებზე, რო ავაწყო და ანასტასია იწრიოს თმებით. მაგის თმებს თუ კიდე ეგ უნდა. მივალ თომარიკო აგერ დღე-დღეზე რაღა დარჩა. აიმე, რა მტვერია კაცო აქ. ომარიკო ერთი კაი პილასოსი უნდა ამიწყო რობოტიკაზე რო შეხვალ. პილასოსი კი არა კინდერის სათამაშო ვერ აწყო გუშინ ელემენტარული. 6 წლამდე ბავშვებზე როა გათვლილი. დედა მართლა რა არის, ომარიკო გებლუკება ეგ ხელები. აუ რა გინდა? შენ რო გატეხე გუშინ ანასტასიას ყვითელი ჭიქა? ჩემი ყვითელი ჭიქა დატეხე ინგა? იმიტომ ვერ ვიპოვე დღეს. ხო რა იყო ახლა დიდი ამბავი? ყველა შეიძლება რომ დაემართოს ეგეთი რაღაცა და უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს. შენ რო გაგეტეხა ჩემი ლურჯი ჭიქა, გაპატიებდი მე. მე რო რობოტს მოვიტან სახში, იმასაც გამიტეხავთ თქვენ. ინგა შენი ჭიქა გამიტეხა შემთხვევით, ლურჯი და უნდა მაპატიო. კი, გაპატიებ, როგორ არა. მანდიყავი ანასტასია, საპატიებლად მოვდივარ. დი, მკვდარი ჩიტი მოვიყვანე ესოდან. ვაიმე, რა მკვდარი ჩიტიო, მარიკო, დაგეტოვებინა იქ, კაცო. საჭმელებს ვაკეთებ აქ მე საახალწლოდ. რა გინდა ინგა ჩიტის ძიერ მოაკლდება ჩვენს უფრას. რა უნდა უყო ხა მაგ ჩიტს? უნდა დავმარხო. დესად დავასაფლაო? რა ვიცი ხა მიწა არა მაქვს სახლში და ვაყარე მიდის პარკეტი და დაასაფლავე შიგნით. შეხედე მართლა მიდი, გამოდი ახლა აქეთ. ვასო მითხრა რომ ტუალეტის ქაღალდში გაახვიე და ჩამოიყვანე ეზოში დავმარხოთ. აჰა, ეზოში უნდა ჩახვიდე ესე იგი კიდე. მიზეზი მოგეცა რა გინდა. ასად არ ჩახვალ ჯერ საჭმელი უნდა შეჭამო. დადე ეგ ჩიტი მანდ. ვახ, ნიტერით გარდაიცვალა ეს ჩიტი. საბოლოოდ გულით, გალურჯებულია სახიზი. ძალიან გაიგე ახლა შენ რა გულით მოგდა თუ სიბერით ეგ. დაგატირებს ომარიკო. ჩიტი რა მოგდა. მე როგორ ნერვებს მიშლის ახლა. წადა შენ ოთახში იტირე. მე დაასაფლავე ეგ საღამოს. დი ჩავდივარ მე ეზოში უნდა დავასაფლავოთ, მასოც მომეხმარება. სად არის ჩიტი აქ როიდო? მე რა ვიცი, ომარიკო, სადაც დაასვენე, ცხედარი მანდ იქნება. მოძებნე, კაცო. რა საჭუთ ჩუმად ხარ ბიბო? მოიცადით. ეხლა რის ჩახოხბილი ვჭამეთ ჩვენ. აუ, ჩემი ჩიტი ჩახოხბა. დი, შეხედე მთვრალი კაცი ამოვიდა. დელია ნანი. გზავრობა რა ღერს. ერთი ლარი. დიდი მადლობა ქალბატონო. რას გამოველაპარაკე მაგარი ვარ მეც რა. დი, შეხედე როგორ კოჭაობს, ბარათი ვერ დაუმიზნა რომ გადაიხადოს.
რა სუნია მოიტანა. ფანჯრები გამოაღეთ რა. აქ მოსვლა არის სასჯელი. სხვას დიაქშინო დაჭდებით ქალბატონო. თქვენი სახელი? როზა. ქალბატონო როზა. ვარდივით ქალებძანდებით და ქალმა ფურცლები არ გაგაყრებინოთ. დიოღომში შენ მიდიხარ ხო პატარა ბიჭი? ეს შენიერი ქალბატონი. რა იყო ქალბატონი რამ გაგაბრაზად? ვარდივით ქალებძანდებით და თქვენც არ გაყაროთ ფურცლების შემთხვევით. გამეცალე ხა ერთ შენი ჭირიმე რა. ფურცლები არ ვიცი და კბილებს ნამდვილად გაყრე ჩადასტო მოვკიდე ხელი ეხლა. გამარჯობა ქალბატონო, რა მოხდა ადგილზე რომ გითხრათ? რა მოხდა ჩემო კარგო და იმ თვალა მამაკაცმა შეაწუხა ეს ლურჯიანი ქალბატონი ამანაც რო ვეღარ მოიტყინე შემოარტყა ჩანთა საყიში. გაყარე იმ საწოდაო კბილები და გვისაგერ ეხლა მეიზოვი. აი კიდე ერთი ცალი, აი ის ღიჭი კბილი. მე სტომატოლოგი ვარ და ვერკვევი. ანასტასია მეტროსთან მომაკითხე რა პოლიციამ დაიჭირა დედა. საერთოდ ვიღაც კაც კბილები გადმოაყრევინა. უყურე ვერ მოვკალი რა. რა კოღოა კაცო ამისთანა? აუ მაკოღო მიკბინა სამგან. მე კაიაო მარიკო, გემრიელი სისხლი გქონია. ხო, ნენელა გაცლიან სისხლს და მთავარ კოღოსთან მიაქვთ. თავარი კოღო რომელია? თავარი კოღო სულ ბოლოს კბენს და კვდები. გაჩერდი გოგო, ნუ აგიჟებ ერთი ამბავ, შენი ჭირიმე რა. შენ გერ გაღვიძებს მე კაცო ყოველღამება, ხან ნიანგები ესიზმრება და ხან თვალებ დაჭყიდილი დამრიგებელი. მაშინ ერთი აბა მარიკო სად გიკბინა? ერთი ნაკბენი ხელზე მაქვს, ერთი ფეხზე, ერთი კისერზე და ერთი ტრაკზე. დედა მან რაღა უნდოდა კაცო. იმდენი ხანი იყო წეგან ტუალეტში თვითონ დაღლილმა უნიტაზმა რო არ უკბინე ეგ მიგვირს. დედა რამ წარეთი კბინებიან, რაღაც ახალი ჯიშის კოღოებია მე მგონი შემოსული, ჰიბრიდები. ეგ კოღოები კი რა ტოიოტა პრიუსებია ინგა. აუ მეც მიკბინა მე მგონი. დაიმე პიცა დამეწვა რაღა ვქნა, დედა სუდან ახშირდა. მაჩვენი აბა. რა გინდა აი პილპილი გადარჩა. ისე პილპილი რა თუნდა პიცას? რა პილპილი ნახშირია გოგო ეგ? ისე კია სასარგებლო კუჭისთვის ნახშირი. აუ დი ერთი საათია მაგ პიცას ველოდები რა ვჭამოეხლა. არა უშავს ხო მეორე პიცაც მაგ გამზადებული და მაგაშევდებ გასკურაში გამოცხება. ინგა ისე ეს პიცა. თავდაცვის სამინისტროს რო გაუგზავნო, ისე გაქვეებული არ ამგონი ამას გაგი დამცავი ფარი იმად გქონდით. დედა ისე რამ დაწვა კაცო ასე სუდან ახშირებული როა. რა დამემართა? რა და ვიდეოებს უყურებდი Facebook-ზე და იმიტომ დაგეწვა. დედა როგორ ეხმარებიან ჭიანჭველები ერთმანეთს, რა კარგი ვიდეოა. აი მე მარიკო გააღერა ეგ ფანჯარა ძალიან ჩამოცხა კაცო. გლობალური დათბობა და ჯანდაბა ამათ, ამოხოცეს ხალხის სიცხეში. უსიგარეთ იმინეთები უნდა დავანებო. რა იყო ულბაში ბიგიყვითლდება? არა, просто ამბულატორი ზანხველება დამაწყებინა. და ინგას ვეთყვი გაციებული ვარ მეთქი. ერთი თვე ხოლების წამლებსობს უთყუილა. მე კიდე მგონია რომ სიგარეტს რო დავანებო, თავი მაგარი გოიმი გავხდები. ეგ უფრო სიგოიმია სიგარეტს რო ეწევი მაგარი ტიპობის გამო. სიგარეტი კაი ტიპად ვერ გაქცევს. აუ მე მგონი დედა ჩემი ხვდება უკვე რაღაცას, მაგრამ ვერაფერს ვერ ამბობს, იმიტომ რომ თვითონაც ეწევა და მამა ჩემს უმალავს. მოიცანო შეწყალო და დედა შენიც მალავს. მამაშიც იქნება უეჭველი რაღაცა დამალული. ხო, ეს სიგარეტის ყოლობი მამა ჩემთან ვიპოვე. ოღონდ დედა ჩემაც ერთის მამა ჩემი რა ეწევა. თიკო ვაფშე იცნობთ ოჯახში ერთმანეთს? გოგოებო ერთი ღერი ხوار გექნებათ შემთხვევით. კი ქალბატონო ინებით. თეკლა მოუკიდე რა. არაფერს. აუ, საიდანღაც მიცნო ის ქალი. ვერაფერს ვერ მიხვდნენ, სიგარეტს ეწეოდა კი. აჰა, გასაგებია. ვაიმე ძალიან დიდი ბოდიში სოფა შეგაწუხე ასეთ საქმეზე. არა გოგო, კაი ერთი რა შემაწუხე, პირიქით მადლი იყო ხა ჩემზე ეს სიგარეტი. არა განერვიულებული ვარ და. არა თიკო ვერ გამოვალ დღეს ინგას ვეხმარები. არ გავდივარ ერთად. აუ ანასტასია რა წვენი შეჭამე რა. დედამ ხო გითხრა რომ სანამ არ მოვალ, ერთმანეთს თვალებში არ შეხედოდო. ვაფშე შემომიხედავს თვალებში ისე ამოგარტყი პანჩური.
ეხლა მამის მინდათ თამილა უნდა გადმოვიდეს 4 დღე იმდენი იტი და საწყალმაქმა გამომშრალი არის. ღვინო უნდა დავლიოთ, იცოდე, ხმარ გავიგოთ თქვენ, თორე ჩემ ხელში ყავთ. აუ ბებო, მეც რო დავლიო შეიძლება? ეხლა ისეთი ღვინო არის, შინო რომ უფლება მომიცია. სარაიაში დებს პატარა ბოთლით და ჭიქა წაიღე. აბა ჩემო თამილა, ამ ჭიქით სიცოცხლეს გაუმარჯოს. სიცოცხლეს რომელიც აი ესე უცბად გაგვიფრინდება ხოლმე. ომაიკო, განგრეული მთვრალი ხარ. აუ სადრეკა. რო გადაგიყვანან თეჯოლის საავადმყოფოში. კმაყოფილი ხარ? ანასტასია, როგორ ჯახდენ რატო არ ჩახვედი ეზოში? გთხოვ, იო ჩემი მზე. არასდროს. აღარ ვერ მე მაგას ესტევში. გამოგაგდეს? ხო აი გამაგლია ზუსტად რა. პოსტის დადეს. საკეიბოთ მიდიან. თიკაო? თიკო ჩაღარ არის შენი მეგობარი? პეჩენიები მოქონდა ხოლმე. თიკო, ეხლა მითხარ რატო ხარ დათაგული თეკლა გურგენიძის პოსტზე და მეორე, საწო მიდიხარ მტრებთან საკეიბოთ. გეგმა მაგდა დამაცდი? გელოდები. აუ ანასტასია, დურაკა მაინც ვეთამაშოთ ასანამ მოვა. რა? თიკომ ლექსო და თეკლა დააშორა ერთმანეთს. ვიდეო ჩამიგდა ჩხუბობენ. ანუ ისე მომიტანს ხოლმე იუბილეი პეჩენიას? სიუარული მოვაჭირო. ანასტასია, შეხედე სამსახურს რო ეძებ, რა ვიპოვე სადარბაზოში? ბუკლეტი. მომაჩვენიაბა? სულ ახალი ალბათ დღეს გააკრეს. ვიძებთ მენეჯერს კვირაში 5 დღე ანაზღაურება 1800 ლარი რა? დედა რა კარგი ანაზღაურება ანასტასია, მაგრამ რის მენეჯერს ეძებენ კაცო? ბევრი არაფერი არ წერია და როგორ გავიგო? მან ტელეფონის ნომერი აწერია ზედ და დარეკე. ომარიკო, ვის ელაპარაკებოდი შენ დილით ტელეფონზე რო ჩურჩულებდი? არავის, ვასოსალიზის ველაპარაკებოდი ჩატში. შვრიკო. გამარჯობა, სამსახურთან დაკავშირებით გაწუხებთ. დიახ, რის მენეჯერის ვაკანსიაა ეს? სოფლის პროდუქტების მაღაზია. აი რო ვამბობ ისევ სოფელი გადაგვარჩენს მეთქი ვარჯერად თქვენ და. მე გლანში ვცხოვრობ და კი ინგლისურიც ვიცი. კი მოვალ გასაუბრებაზე რა თქმა უნდა მომწერეთ მისამართი. მგონი სამსახური ვიშვი. კარგი დროებით. ხო, ვერაფერს ვერ მიხვდა. ვერც იმას შე რა გამომატანე ეგ ბუკლეტი. ლეტერის ბილეთი დავიცე და უეჭველი და მოვიგო რა. რა ბილეთი იყიდე? გადაფხიკე და მოიგე. ფრასის სულელეებში ხარჯავს ფულს რა. პუშტერესი ბუპს. 1000 ლარი მოვიგე. ჩიკოს უნდა მოუყვე. მაინც შემაგიდაც ეწვის ამ ფუჭლებს ანასტასია რა. იმინა მაგარი ადრენალინია რა. ბილეთს ეწევიდა. ვაი მე მგონი წაღან მე გადავაგდე ნაკავში. რა თქვი? ინგა აბა როგორ ხართ? ლიანა ვის მანქანა იყო მოსული? კი იყვნენ წაღან დავინახე 1 საათის წინ. პუშტა ყველაფერს შესეთიბედი რატომ არ გუნა უფალმა? საინფორმაციო მაინც ჩავდო. თბილისში დასუფთავების სამსახურთან ამშრომელმა 1000 ლარი მომგებიანი ბილეთი იპოვა. როგორ გაუხარძებოდა? კარგი. ანასტასია, ექიმი რო გახდე არ გინდა? რა ექიმი ინგა? მაჟრიალებს სიცხს რო ვხედავ. ეს ბავშვი კიდე ყოველდღე მუხლებ გადატყავებული მოდის. აუ, დამალობანას სამაშობდით და ნაგვისყუთთან რო ამოდიოდი, მაშინ დავეცი. დედა, რა ნაგვისყუთში იყავი, ომარიკო? ვაიმე, შენ მე მოგივლი. ხო და ჩააბარე ანასტასია სამედიცინოზე ექიმი იქნები. ინგა მომისმინე, არაფერი იმაზე მნიშვნელოვანი თუ ცხოვრება შეკითო ის საქმე რომელიც ქსიამოვნებს. ამიტომ ნუ ჩაერევი იმაში რა ჩემი აზარჩევია. ისე კი მართალი ხარ. როგორ მინდოდა მე ჟურნალისტობა და ჩემებმა არაეკონომიკური უნდა დაამთავრო და ერთი მე ვარ ახლა ეკონომისტი და მეორე ჯულია რობერტსი. და რამ გამახსენა ახლა ჯულია? შამდა გუშურო კინო ჩაგარჩევინა მან იყო ეგ მსახიობი. ნაგვისყუთთან მიპოვე გაზეთი და მაგაში ეწერა მაგ კინოს სახელი. დედა, სად ნაგვებში დადიხარ ბიჭო შენ, ნუ გამაგიჟე. ბუნკერთან აღარ დაგინახო მისული იცოდე.
რატომ იშლი? ნაგვიწყოჩი ვიპოვე ეგ ბეჭედით რო გიკეთია. თეკლამ უკვე ახალი შეყვარებული გაიჩინა, შეხედეთ. აუ თეკლა ის ჯაგორია გოგოებო, ძალიან მარტივად ეგუება ცვლილებებს რა. რაღაცას მაგონებს ხოლმე ზოგჯერ. მაგთვისებით ბაყაყს გავს. ის ეგრე ეგუება ყველაფერს. მოვედი გოგოებო, უბედნიერესი ვარ. გეტყობა თეკ მუცელში პეპლები გყავს. მე კიდე ორი პაჭკას ელატუსი. რა ხდება და აბა მოგვიყევი. ანუ იქიდან დავიწყოთ რომ როცა მივედი ისიც ზელატოს ჭამდა. ესეც მაგარი მომცა. და პაიმანზე დამპატიშა ხვალსაღამოს. ზოგს მაგრა უმართლებს რა. მე კიდე ხვალსაღამოს ჩემს ძმას ზეიმის ლექსში უნდა დავაზეპირებინო. აუ თეკლა ეგ ბიჭი ახლა რა ნახე. მე მგონი რომ 3 წელი ციხეში იჯდა, ხო? აუ მოდი ყველა მთავის შეყვარებულზე ელაპარაკოს რა. აი ახლა გამახსენდა თქვენ ხო არცერთ საკყავთ. ჯერ პაიმანზე არ ყოფილი ხარ და რენერი შეყვარებულია. აუ ეგ უკვე მე ვიცი თქვენ მაგას ვერ გაიგებთ. აუ თეკლა ხვალ ყველაფერს მომიყვები დეტალურად როგორ ჩაივლის, კაი? თიკა მოდი ხარ ხო სახლში? კი. თეკლა შენც მიდიხარ? კაი ხო. იმინე მარტო დამტოვის რა. ანასტასია, როგორ ხარ? ლექსო? ვიყვირო და დილით. მამა შენი. ვინ იქნებოდა ვერ გავიგე, მე ვიყავი. საკიდლების სიას წერდი. რა შუაშია მე თუ სიას წერდი რა გაყვიდებდა? რა მაყვირებდა და მუსს რო ავლებთ, ყველაფერს არაფერს არ ტოვებთ, ეგ მაყვირებდა. ფულის ყადრი კიდე თქვენ არიცით. დავიმარაგე გუშინ წინ, რა ქვია კაცო, ხრუხუნებს რო ეძახის შენი ძმა. სად არის აბა? მუსრია გავლებული. უნდა წავიდე და დავიმარაგო, იმიტომ რომ სკოლა იწყება კაცო და ყოველდღიურად მაგას ჭამს ხოლმე ბავშვი. აი ამ თემას დიდი 9 საათზე რატო განვიხილავთ? ომარიკო სად არის? ძინავს კაცო ბავშვს არ გააღვიძონ უყვირი ხარ. ისე ყვიროდი რომ გაიღვიძებოდა. მიდი აბა ნახე გაზეთ ხوار გაიგუდა. რა გაზეთ გაიგუდა, გოგო? ვაიმე დედა. ომარიკო. შულეთ. რა უსაყიდლების სიაო? აჰა, ლუდი. მიწის თხილი. საოჯახო ნაყინი. კაი ომარიკო, კაი მიდი დაიძინე. არა ცოცხალია ბავშვი ხო. მოკლედ ორნაბიჯში მივდივარ, მე რაღაცა სლოგანი ქონდათ, მოემზადე მარტივად თუ რაღაცა და ვნახო ერთი რა არის. ფარათიც მაქვს, ქულები მაქვს დაგროვებული ზედ იმდენი რომ რა ვიცი, მილიონი. აუ ვაფლი დამოვიწყდა. ინგა რაღაცა ხმა გავიგე, მე მგონი ბავშვი გაიგუდა. ხო მიდი აბა შეამოწმე.